მოვიდოდეთ ზვიად რატიანის საქმის განხილვა იწყება თბილისის საქალაქო სასამართლოში. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა. მას პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ედავებიან. წინასხდომებზე ადვოკატებმა მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ზვიად რატიანი 23 ივნისს პარლამენტთან პროევროპულ აქციაზე დააკავეს. მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იმუქრება. პოეტი აქციებზე რამდენჯერმე გახდა ძალადობისა და თავდასხმის სამისდე. ლიზი ვეკუა მუშაობს დღეს სასამართლოში, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. ლიზი, რა გეგმები აქვს მხარეთ დღევანდელ სხდომაზე და რა ეტაპზეა საქმე? Კეთი 20 წუთის დაგვიანებით მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გახსნა ზვიად რატიანის პოეტის სასამართლოს სხდომა. ამ წუთებში ახლა დიდი ალბათობით უკვე დაიწყება საქმის არსებითი განხილვა და დღევანდელ სხდომაზე უნდა ვიხილოთ მტკიცებულებების გამოკვლევა. სავარაუდოდ ბრალდების მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ ზვიად რატიანი 23 ივნისს პოლიციელს თავს დაესხა. ეს პოლიციელი არის დიდუბეთ ჩუგურეთის სახაზო საპატრულო სამმართველოს უფროსი თეიმურაზ მეშველაშვილი. სწორედ მასზე თავდასხმას ედავებიან პოეტს და როგორც უფლებადამცველი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ამ ფაქტს არ უარყოფს ზვიად რატიანი, რომ ის მართლაც იმყოფებოდა 23 ივნისის აქციაზე. ეს კადრები ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა ზვიად რატიანის დაკავებიდან მეორე დღესვე და ჩვენ ამ ყველაფერზეც გიყვებოდით უფლებადამცველის შეფასებით. ამ საქმეში რეალურად ეს მტკიცებულება შეიძლება დევს და კადრები არსებობს, თუმცა ვერ დასტურდება და ვერ დასტურდება ის, რომ ზვიად რატიანი პოლიციელს თავს ესხმის, რადგან იქ ცემის ფაქტი არ არსებობს. როგორც უფლებადამცველი ამბობს, რეალურად სამართლიანი სასამართლოს პირობებში ეს სასჯელი ვერ გაითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. არსებითი განხილვა დაიწყო. ზვიად რატიანი ფაქტს ადასტურებს და თქვენ საჯაროდ გავრცელებული კადრებითაც იხილეთ იმ რა ინტენსივობის ქმედებაზე არის საუბარი. ბუნებრივია, რომ ამ ინტენსივობის ქმედება, რომელიც ცემის შემადგენლობასაც ვერ აღწევს, ვერ იქნება პოლიციელზე თავდასხმა და ჩვენ სასამართლოს ვაჩვენებთ, რომ ამ შემთხვევაში წარდგენილი მტკიცებულებებით ერთადერთი რაც დასტურდება, ეს არის, რომ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, თუმცა ეს ფაქტი არ წარმოადგენს არათუ ბრალად შერაც წარდგენილ ქმედებას, არამედ ზოგადად დანაშაულის კვალიფიკაციას ვერ აღწევს ვერც ერთი იმ ნორმის შემადგენლობას, რომელიც ისხვის სამართლის კოდექსით არის გათვალისწინებული და ჩვენ სასამართლოს ამ სხდომებზე ვეცდებით, რომ ეს დავანახოთ. ზვიად რატიანის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას 23 ივნისს დააკავეს, მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, თუმცა ჩვენ ზვიად რატიანის დაკავებამდე მისი არაერთი დაკავების სერია ვნახეთ, სადაც ის იყო პოლიციელების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი, თუმცა ამ დრომდე მათზე გამოძიება არ დაწყებულა. ამას ამბობენ უფლებადამცველების და ყველა პროცესზე ახსენებენ ხოლმე მოსამართლეს, თუმცა მოსამართლე ამბობს, რომ ეს მისი გამოძიების სფერო არ არის.